საამო და სასარგებლო საქმეა ძველად მცხოვრებ წმინდანთა ცხოვრებაში ღვთის ხელის მოქმედების შემჩნევა და დანახვა იმისა, როგორ ვლინდებოდა სიკეთე უფლისა მათ დახსნაში. წყალობა მისი მათთვის ცოდვების მიტევებაში და ერთგულება მისი მათთან დადებული აღთქმის დაცვაში. მაგრამ განა უფრო საინტერესო და სასარგებლო არ იქნებოდა ჩვენთვის, თვალი მიგვედევნებინა ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში უფლის ხელისათვის. განა საკუთარ ცხოვრებას სულ მცირე ისე არ უნდა ვუყურებდეთ, როგორც ისევე აღსავსეს ღმერთით, ისევე აღსავსეს მისი სიკეთითა და ჭეშმარიტებით და უფლის ერთგულებისა და ჭეშმარიტების ისეთივე დამამტკიცებელს, როგორც ჩვენამდე მცხოვრები ნებისმიერი წმინდანის ცხოვრებას. ჩვენ უსამართლონი ვართ ჩვენი უფლისადმი, როცა ვფიქრობთ, რომ ის თავის ყველა დიად საქმეს აღასრულებდა და თავის ძალას მხოლოდ მათთვის ავლენდა, ვინც ძველ დროში ცხოვრობდნენ და რომ ის არ ახდენს სასწაულებს და არ სურს მკლავი გაეშიშვლოს დღეს ამ ქვეყნად მცხოვრებ წმინდანთათვის. მოდით გადავჭხრიკოთ ჩვენი ცხოვრება. უდავოა, რომ ბედნიერ შემთხვევებსაც ვიპოვით ჩვენ და გასამხნევებლად და ღვთის სადიდებლად. განა არ მოსულა ჩვენს ცხოვრებაში დახსნა. განა არ გაგვივლია მდინარეები ღვთის თანდასწრების შეწევნით. განა ცეცხლიდან უვნებლად არ გამოსულ ვართ. განა ღმერთი არ გამოგცხადებია. განა არ მიგვიღია განსაკუთრებული წყალობანი. ღმერთს, რომელმაც სოლომონს მისცა ის, რასაც ითხოვდა მისი გული. განა არასოდეს დაუგდია ყური შენთვის და არ შეუსრულებია შენი სათხოვრები. ეს არის გულუხ სიკეთე და ღმერთი, რომლის შესახებაც გალობდა დავითი. სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა. განა არ დაუმსუყებია მას შენი სული. განა არასოდეს წოლილ ხარ მწვანე მდელოზე. განა არასოდეს გაგძღოლია ის წყნარი წყლებისკენ. უდავოა, რომ ღმერთი ჩვენდამი იმავე სიკეთეს იჩენს, რომელსაც ადრეულ წმინდანთა მიმართ იჩენდა. მაშ მოდით ერთ საგალობელში მოვუყაროთ თავი მის ყველა წყალობას. ავიღოთ მადლიერების ბაჯაღლო და ქების ძვირფასი თვლები და მათგან კიდევ ერთი გვირგვინი შევქმნათ იესოს თავის შესამკობად. და ჩვენი სულებიდან ისეთივე მშვენიერი და ლხენით ახსავსე მუსიკა გადმოიღვაროს, როგორცაც დავითის ქნარი გამოსცემდა და ვადიდოთ უფალი, რომლის წყალობაც უკუნისამდეა.